დღეს გადაცემის სტუმარი გახლავთ მამუკა არეშიძე, ბატონო მამუკა, დიდი მადლობა რომ მონახეთ დრო და მოხვედით და ჩრდილო კავკასიით მინდა დავიწყო. საუბარი მართალია საზოგადოების ჩვენის და მსოფლიოსიც მიყრობილი არის უფრო სხვა საკითხებისადმი ჩრდილოეთით, კი ბატონო, სამხრეთით, ჩრდილოეთით, დასავლეთით, აღმოსავლეთით, მაგრამ აი ჩრდილოეთით უფრო უკიდურეს ჩრდილოეთს გულისხმობ ამ შემთხვევაში. მაგრამ სიახლოვეს ჩრდილოეთზე რატომღაც ნაკლებად არის საუბარი და ნაკლები ინფორმაცია. რა და თქვა კადიროვი გავრცელდა ინფორმაცია რომ შეუძლოთ არის იმდენადაც კი რომ მე ეჭვება ის მართვა შეეძლოს მას ჩრდილო კავკასიის და ჩვენ ვიცით რომ ის ჩრდილო კავკასიის რაღაცა ნაწილის მართველი იყო და კრემლის ასე ვთქვათ ბურჯი ჩრდილო კავკასიის იმ ნაწილში და ერთგვარად უზრუნველყოფდა კრემლისადმი ლოიალობას და მხარდაჭერას ზოგადადაც მაინც ჩრდილო კავკასიის. ამასთანავე მისი უფროსი ვაჟიც როგორც ვიცით ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და შეიძლება ის ავტოავარიაო არ იყო შემთხვევითი, არამედ იყო მოწყობილი, ალბათ იმიტომ რომ თუ მართლაც მოწყობილი იყოს კადიროვების კლანი ჩამოშორებოდა ჩეჩნეთის ხელისუფლებას და ასევე შერყეოდა პოზიციები ჩრდილო კავკასიის იმ ნაწილში, რომელშიც ჰქონდა ძლიერი პოზიციები. როგორი არის ამჯერად აი კადიროვის მდგომარეობა, მისი შეცვლა თუ არსებობს მისი შემცვლელი და მისი შეცვლა როგორ აისახება ზოგადად ჩრდილო კავკასიაზე და კრემლის მიერ ჩრდილო კავკასიის მართვის იმ მოდელზე, რომელიც აქამდე არსებობდა. მივესალმებით მაყურებელს მოგესალმებით. ჩრდილო კავკასიაში ძალიან საინტერესო ამბები მიმდინარეობს უკვე კარგი ხანია და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გარკვეულწილად საქართველოში ეკოსავით ისმის ის, რასაც კადიროვი აკეთებს კავკასიაში და სწორედ საქართველოს ტერიტორიასაც გადმოწვდა თუ საჭიროა ამაზეც გვეუბნება. აუცილებლად ჩვენც ეს უფრო მნიშვნელოვანია და. კი ბატონო. ეხლა შეეხება კონტროლს, უფრო ძირითადად ჩრდილო აღმოსავლეთ კავკასიას აკონტროლებდა კადიროვი, ეს იგულისხმება დაღესტანი, ინგუშეთი და თვითონ კვირად ჩეჩნეთი. ოღონდ ეს კონტროლიც ძალიან ესეთი სხვა სიტუაცია შეიძლება ვიხმაროთ. ეს კონტროლი ესეთი იყო, თავიდან იყო ძალისმიერი ზოგ შემთხვევაში ტერიტორიაზე შეჭრიდა ეს ტერიტორია ჩემი აზახილით. მერე გახდა უკვე შეცვალა მიდგომა კადიროვმა და მას შემდეგ რაც თავისი გარემოცვის რიგი წევრები დააწინაურა მოსკოვის რუსეთის დუმაში და რაც მთავარია ძალოვან სტრუქტურებში იქიდან დაიწყო კონტროლი. მოკლედ პასუხისმგებელი გარკვეულ ეტაპზე მთლიანად მთელ ჩრდილოეთ კავკასიაზე პუტინის წინაშე იყო კადიროვი, მერე შეიცვალა მდგომარეობა და მერე უფრო ნაკლებად იყო ვთქვათ კადიროვის სახელი აფიშირდებოდა როგორც მთელი კავკასიის ჟანდარმი. მაგრამ პრინციპში მისიანები ამ ძალოვანების მეშვეობით აკონტროლებდნენ ფინანსურ ნაკადებს, აკონტროლებდნენ რელიგიურ თემატიკას მთელი კავკასიის მასშტაბის. და ეს ასე იყო. მაგრამ ყველაფერი მადაჭამაში მოდის მოგესალმებით, მე მეტი მოინდომა, მე საგარეო პოლიტიკის წარმოება მოინდომა, ძალიან გააქტიურდა ახლო აღმოსავლეთში, რაც გარდა ამისა გააქტიურდა ძალოვან სტრუქტურებში, რომ გითხარით ამ უკრაინის შეჭრის ამბავთან დაკავშირებით ამ კონტექსტში, მთლად თავზეხელი აიღო, ესეთი ერთ-ერთი ისეთი საბჭილება შეიქმნა, რომ ერთ-ერთი ცალკე სუბიექტი იყო უკრაინასთან ომისა. საბოლოო ჯამში ეს სუბიექტი იყო როგორც პოლიტიკური განცხადებების მიმართულებით თუ სუბიექტი იყო საომარ მოქმედებებში მონაწილეობის. აი ყველა შემთხვევაში. მოკლედ ამან გააღიზიანა მოსკოვში რიგი ძალოვანი სტრუქტურების რიგი წარმომადგენელი და დაიწყო ერთგვარი კამპანიები კადიროვის მიმართ, მისამართით საწინააღმდეგოდ, მათ შორის პუტინის კარზეც. აი მივიღეთ ახლა ეს შედეგი, რომ კადიროვს თვითონ ფიზიკური მდგომარეობა საკმაოდ სუსტი პრობლემები აქვს თირკმელებთან დაკავშირებით და ახლა მოხდა ამ შვილთან დაკავშირებული ამბავი ადამთან ავარია პრინციპში აბსოლუტურად ლოგიკურია. იმიტომ რაც მე მინახავს და ჩემი თვალით და ვიცი, ეს როდესაც გადაადგილდება კადიროვის კორტეჟი სოროზოს ქუჩებში, გამორიცხული აქვს რაღაც წინააღმდეგობა დახვდეს იქ სადმე, რამე მანქანა გამოხდეს ან რაღაც.
აბსოლუტურად გამორიცხული იყო აქამდე მართალია ახლა ხანდახან შემთხვევითობა არსებობს მაგრამ ეხლა მე მაინც გონია რომ ეს იყო ინსპირირებული გარკვეული ძალების მიერ და არც არ გამოვრიცხავ. ანუ ეს ადამი მოიაზრებოდა რამზან კადიროვის მემკვიდრედ? ნუ მემკვიდრედ ძალიან ახალგაზრდა და რაღაც არა, მემკვიდრედ არ მოიაზრებოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კლანის ხელმძღვანელად. ეხლა როგორი მდგომარეობა ის? ბავშვი ბევრი ყავს. კი, შვილი ბევრი ყავს და ეს არ არის ხოლმე შორის უფროსი. უფროსიო ახსენე. მე უფროსიო, თქვი და ხო ისე მეცეჭი შემეპარა რაღაც. მაგრამ ამაზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა ეს ბავშვი და ესე თავხედი ბავშვია, რომელმაც საკმაოდ ცუდად გამოიჩინა თავი, როდესაც პატიმარიცემა ციხეში გახსოვთ ის ნიგიდი. რომელიც იყო დაპატიმრებული, არის კიდევ დაპატიმრებული ყურანის დაწვის გამო ვოლგოგრადში და რატომღაც ჩეჩნეთის ციხეში აღმოჩნდა მე. მოკლედ ეს კოჭის გორება კადიროვთან პუტინის ესე იგი თქო როგორც ჩანს მობესტა. მიუხედავად იმისა, რომ კადიროვმა პირნათლად შეასრულა ის დავალება კავკასიის ჟანდარმის, რომელიც მას ჰქონდა. აი ხა მოკლედ მდგომარეობა იცვლება როგორც ჩანს და ახალი რეალიები გამოჩნდება. მე კადიროვის სასარგებლოდ შემიძლია ვთქვა მხოლოდ ერთი რამ. რომ მე ერთი ახალგაზრდა 15-16 წლის კადიროვი ჩემი თვალით ანყავს და 90-იანების ბოლოს მამამისის გვერდით. მე ტელევიზორში ვყავს დანახი კი. 98 წელი იყო თვალსწები. აი როდესაც 97-98 ჯერ კიდე ის გამიჯნული არ იყო მამამისი იჩქერიის ხელმძღვანელობასთან, მაგრამ უკვე პროცესი დაწყებული იყო. და გარდა ამისა შემიძლია გითხრათ, რომ ერთადერთი აი რაც შემიძლია დადებითი თქვა ეს არის, რომ ფუნდამენტალისტების და რელიგიოსა პოლიტიკური ისლამის წინააღმდეგ ეფექტური ნაბიჯები გადადგა. ბრძოლა თავის ტერიტორიაზე მოიგო პრაქტიკულად. მიუხედავად იმისა, რომ ფუნდამენტალისტური ჯგუფები მაინც არიან ჩეჩნეთში, მაგრამ ნუ ისეთი არ არის დაღესტანში და ახლა დაღესტანში პრაქტიკულად პოლიტიკაში არიან მოსულები უკვე. და როგორც ინგუშეთში არიან. ასეთი მოვლენები ჩეჩნეთში არ ხდება და ამან სწორესლა გააკეთა, რაც თვლი რომ კავკასიური ისლამისტვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს იყო რომ შექმნა კულტი ფუნდამენტალისტების საწინააღმდეგო ტრადიციული ისლამის მიმდევარის იყო ასეთი იშიევი შამილის დროს მოძღვარი ქადაგებელი რომელიც ტრადიციული ისლამის მიმდევარი იყო. ხო და აი მისი კულტი შექმნა. და მოკლედ იმის სახელობის მეჩეთი გახსნა, დედამისი საფლავი აპოვნინა და დედამისი საფლავი არის აი ისე თავანის ცემის ადგილი და მოკლედ აი ეს ტრადიციული ისლამის გაძლიერებას რაც მე ვთვლი რომ ერთ-ერთი ეფექტური ხერხია ფუნდამენტალისტური ისლამის წინააღმდეგ ბრძოლისა, აი ამას ხელი შეუწყო. ეს არის დადებითი, მაგრამ მეორე მხრივ გარკვეულწილად ასე იგი დანარჩენი სხვა რა გითხრათ ახლა. აი საქართველოსთან დაკავშირებით თუ უკან სანამ საქართველოზე გადმოვართ, ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს ასე ვთქვათ შემცვლელად რთული სათქმელია, იმიტომ რომ ის ადამიანები ხა ადელხანოვი და სხვები ვინც არიან რუსულ ძალოვან სტრუქტურებში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე რუსეთის დუმაში და ასე შემდეგ ესენი არიან სულ ყველა კადიროვის კლანის წარმომადგენლები. ამიტომ თუ კადიროვის კლანის შაჩოჩებაზე მიდგა საქმე, მე გამიჭირდება დასახელება ვის შეიძლება სხვა აწრეებიდან. კლანიდან? აი ეს ადელხანოვი. ეს აქტიურ მონაწილეობას რო იღებს და უკრაინაში და ასევე YouTube-ზე ძალიან ხშირად დევს ვიდეოებს როგორ წარმატებას მიაღწევს. ნუ იმიტომ რომ ეს უფრო დისტანცირებულია უკვე მიუხედავად იმისა რომ ის ვლადინოვის კლანის წარმომადგენელია უკვე თვითონ იმყოფება მაღალ თანამდებობაზე ძალოვან სტრუქტურაში და აქედან გამომდინარე ის პასუხისმგებელი არა კადიროვის წინაშე, არამედ აი ამ ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელობის ზალად ტარიოვი და სხვების წინაშე. მაგრამ მე მაინც მგონია რომ თუ ჩანაცვლება მოხდება გარკვეული დინამიური პროცესი შეიქმნება ნელ-ნელა მოხდება ეს ამბავი რომ ერთი ხელის დარტყმით ეს გამოიწვევს ძალიან სერიოზულ ექსცესებს თვითონ რეგიონში მიუხედავად იმისა რომ ჩეჩნეთში უკმაყოფილება კადიროვის კლანით უკვე ძალიან სერიოზულ დონეზეა თან ახლა როგორ არის იცით რომ ჩართვისლად კავკასიაში უკვე ნერვებზე არიან შეიძლება ასე ითქვას იმიტომ რომ დაღუპულებია ძალიან ბევრი საერთოდ ახლა პრომში დაღუპულები უკრაინასთან საერთოდ პროცენტული თვალსაზრისით რო გადახედო რომ ჩაიხედო იმ პროცენტულ მონაცემებში დაღუპულები რეგიონების მიხედვით ახლა მოსკოვი და მოსკოვის ოლქი არიან ბოლო ადგილზე 0.2% და ასე შემდეგ და ძალიან დაბალი პროცენტია და
და ჩრდილოეთ ნაციონალურ რესპუბლიკებში ჩრდილოეთ კავკასია იქნება, ბაშკორტოსტანი იქნება, თუ სხვა არის დაღუპულების ძალიან მაღალი ციფრი. აი მაგალითად ახლა მე სულ ამბობ ხოლმე იგივე დაღესტანში. ერთი ყიზლარის რაიონშია დაღუპული 3000 კაცი. ახლა დასახიჩრებულზე და დაჭილზე ალაპარაკო და სულ ცხოვრობს 80,000 კაცი და 3000 რო დაღუპული წარმოგიდგენთ როგორი სურათი. ხო და ნუ ასევე ჩეჩნეთში საკმაოდ ბევრია დაღუპული. თაშური ძალიან ბევრი ყავთ უკრაინელებს ტყვეები. ნუ სულია ხოლმე ჩეჩნები ზუსტად. და გარდა ამისა მიუხედავად იმისა რომ ძალიან მცირე რიცხოვანია ეს ბატალიონები რომელიც უკრაინის მხარეზე იბრძვიან ჩეჩნური და კავკასიური ბატალიონები მაინც უნდა ითქვას რომ მათი იქ ყოფნას თავისი გავლენა აქვს საერთოდ ჩეჩენ მეომრებზე აი იმადზე ვინც არის პრაქტიკულად ძალიწაღვანილი იმაში ჯარში და საბრძოლოდ თვითონ არმია რომელსაც ინახავს კადიროვი სათავისო დაახლოებით არის აი ეს არმია ვის ხელში გადავა ეს ესე მარტივი იქნება კადიროვის გარეშე ეს არის სტრუქტურებში გაწევრიანებული ეს არმია პირადი დაცვის პოლკის გარდა დანარჩენი გაწევრიანებულია როსგვარდიაში იქ არის კიდე პოლკი ერთი რომელიც ქვია ესე ფორმალურად ნავთობის ტრასების რაღაც ნავთობ სარეწის დაცვის პოლკი ესეთი შტატგაბერილი მისიანები არიან ასევე და სხვა სტრუქტურებია რა შინაგან საქმეთა სამინისტროს რაღაც დაქვემდებარებული პოლკი და ასე შემდეგ. მაგრამ სულ ყავს დაახლოებით 25,000 კაცი რომელიც არის შეიძლება უფრო მეტიც ახლა მე შარშანდელ მონაცემებს გეუბნებით რომელიც არის ძალიან კარგად ეკიპირებული და შეიარაღებული და კარგად გაცვთნილი. თუმცა უკრაინაში საომრად ვინც მიდის ეს აი ამ შეიარაღებული ძალებიდან არის მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობა. ხო ეს მიდოდა მე რატო არ იყენებს თქვა ამ რატო უნდა გამოიყენოს კადიროვი ეს თავის რუსეთმა რატო არ უნდა გამოიყენოს რუსეთს ხელმძღვანელი კადიროვი არ გამოიყენებს არაერთხელ მოთხოვა კადიროვი აგზავნის იქ შეიარაღებულ ძალებს მაგრამ ძირითადად აი ეს გაწვეულებს ძალიწაღვანილებს და ნუ მაგრამ წინა ფენა რასაკვირველია ეს ხელმძღვანელობა ისინი არიან კადიროველები ასე ვთქვათ და იქ ნუ როგორც ამბობენ უკრაინელების და რუსის სამხედრო ბლოგერებიც ესენი ძირითადად არიან დაკავებული დეკორაციული ფუნქციით და არა ბრძოლის ველზე აქტიურობით. ახლა სუმის ოლქის ფაქტი ამაზე ძალიან კარგად მეტყველებს, თუმცა უკრაინელებმა შემოუარეს ამ კადიროვის შარტი ისე რომ შემოვიდნენ ესე რუსეთის ტერიტორიაზე. მაშინ მოკლედ ასია თუ ისეა რასაკვირველია ხა ჩეჩნების ბრძოლა მე მინახია როგორც ჩვენ წინააღმდეგ ისე ჩეჩნურ ორივე ომში გახლავართ როგორც ჟურნალისტი ნამყოფი და შემიძლია გითხრათ რომ ნამდვილად ძალიან კარგი მებრძოლები არიან და უკრაინის საბრძოლო თეატრში ასეთი განსაკუთრებულობა ჩეჩნებს არ შემოუთავაზებიათ. ну რაღაცა ისე ჩვენთან უფრო გააფთრებით იბრძოდნენ მაგალითად აფხაზეთში ჩვენთან სხვა შორის უნდა ითქვას რომ აი ეხლა მე ყველაფერი არის იმის მიხედვით შედეგი როგორია 58 დაღუპული არის ჩვენთან ომში ჩეჩენი და ჩერქეზი არის 5-ჯერ და ჩეჩნების სახელი დარჩა ხო კი რატომ ასე კი ბატონო ზუსტად იმიტომ რომ ესენი მართლა კარგი მებრძოლები დაღესტნელი ძალიან ბევრია სხვათა შორის და დაჯილდოებულიც ბევრია და ფაქტობრივად აფხაზეთის ერთადერთი ხო ეხლა ნუ მე თვითონ ვარ შესწრებული უკვე ომი დამთავრებული იყო სოხუმი დაცემული იყო გაგრაშუეში და გალის დაცემული იყო როდესაც სამეგრელოს ტერიტორიაზე იყო დაკავებული რაზმი დივერსიული რაზმი რომელიც რომელთანაც მე შეხება მქონდა ეს დივერსიული რაზმი დაკომპლექტებული იყო დაღესტნელების ზუსტად. შინაგანმა ჯარმა დააპატიმრა ჩვენ დაიჭირა ჩვენმა შინაგანმა ჯარმა და ეს იყო დაახლოებით ოქტომბერი უკვე 93 წლისგან დამთავრებული იყო ეს. ხო და ნუ აი მასთან მქონდა შეხება და ვერაფერ გავიგე აშერ დიდხანს მქონდა საუბარი და ვერ გავიგე რა უნდათ. ინტერეს მოხალისეები იყვნენ ისინი არ იყვნენ თქვა რეგულარული არმიის წარმომადგენლები. ხო მოკლედ რა გითხრათ ახლა პრინციპში კავკასიელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ თავის საბრძოლო თვისებებით და მე შემიძლია გითხრათ აბსოლუტურად დარწმუნებით რომ უკრაინის შემთხვევაში აი ეს კავკასიური ჩეჩნური რაზმები რომლებიც იქ იმყოფებიან ვერაფერი ისეთი ვერ აჩვენეს რომელიც მათ ესე იგი ბიოგრაფიას ხაზს გაუსვამდა და კიდე ერთხელ აჩვენებდა და რა შეუულია ჩრდილოეთ კავკასიელებს. მე მგონია რომ ეს ხდებოდა იმიტომ რომ მებრძოლების დიდ უმრავლესობას მანამდე არ უნდოდა იყოფნა სადაც იმყოფებოდა. ეხლა ეს ძალიან სამწუხაროა რომ ჩვენ წინააღმდეგ ძალიან გააფთრებით იბრძოდნენ და რუსეთის ინტერესების გასატარებლად მე მაინც მინდა მაყურებელს უთხრა რომ
გელაევის მაგალითად გელაევი ორი კვირა იყო აფხაზეთში. ხო და გელაევის მე მქონდა შეხვედრა ბანკის ხეობაში გელაევთან და გელაევი ამბობდა რომ დავინახეო რაც ხდებოდაო პირველი ბრძოლაში ჩემო ბიჭებმა მაგრა იბრძოლეს მაგრამ რომ დავინახე რაც ხდებოდა და ეს ისე პრაქტიკულად რუსების იდეას უწყობდითო ხელს მე წავედიო იქით მართლა წავიდა ორ კვირაში წავიდა მე ჩამოვიდა ეს პასაევი შამილ პასაევი მას შეცვალა გელაევი ჩეჩნების ხელმძღვანელად შეიძლება პასაევი იყო 24 წლის მაშინ პასაევთან მქონდა მე შეხვედრა გადავიკვეთეთ თებერვალში 93 წლის ჯოხარ დოდაევის კაბინეტიდან და მაშინ პასაევმა მითხრა ესეთი რამე რომ ჩვენ ქართველებს კი არ ვებძვითო შევარდნაძის ხუნტას ნუ ამაზე მოკვდა სიცილით ისე მახდა ჩეჩენი იყო ისიც და შესაბამისი პასუხი გავეცით რა საკვირველია მაგრამ ნუ ხო ისეთი იყო აი ეს აფარებული ქონდა ეს შევარდნაძის ხუნტას ხო და ნუ მართლა კი შევარდნაძის ხუნტიდან იქ არავინ არ იყავს ბრძოლის ველზე ნუ რა გითხრათ ახლა საბოლოო ჯამში ეს იყო რომ მე ეს მინდა ვთქვა ამას გავუსვი ხაზი რომ ჩეჩნები მიუხედავად იმისა რომ ბევრად უფრო მცირე იყვნენ მეტი ჩერკეზები აი ჩეჩნების სახელი დარჩათ ხალხის ცნობიერებაში ხალხურ ცნობიერებაში ეს სპეციალურად გაკეთდა თუ ჩვენ გავაკეთეთ აქცენტი თუ მაინც აი სპეცსამსახურებმა იმუშავა ჩანდნენ თორე ხა ჩერკეზები ნუ ახლა რა გითხრათ ჩერკეზები და საქართველოსთან მიმართებაში ეს კავკასია ჩვენ მხოლოდ იმას ჩვენი საზოგადოება იმაზე ამახვილებს რომ ყურადღებას რომ აი გზები მაგრამ რომ აი გზები მოჰყავთ ეს გზები საქართველოს საზღვრებამდე კავკასიის გავლით რუსეთიდან საქართველოსთან ურთიერთობაზე როგორ აისახება თუნდაც დალაგება კრემლის მიერ კავკასიაში სიტუაციის კადიროვის კლანიდან შემცვლელის ან სხვა კლანის შემთხვევაში ან თუნდაც კავკასიის არევის შემთხვევაში ნუ ეხლა როგორ გითხრათ ისეთი როგორ არის რომ სხვადასხვანაირი სიტუაცია. ეხლა ინგუშებს აქვთ ლეგენდარიზებული აქვთ საქართველოსთან დამოკიდებული და სხვა ტიპის დამოკიდებულება. და ვიდრე არსებობს ეს წინათაობები, რომელიც ამ ლეგენდას ესე ვთქვათ აქტიურებენ მუდმივად, მანამდე ეგრე იქნება. აცოცხლებენ, ხო. და ეს ლეგენდა იცით ეხლა თქვენ ეს არის პატივისცემის განსაკუთრებული გზნობა იმის გამო, რომ საოცარი ხალხია საერთოდ კავკასიელები. ერთხელ დამისვია კიდევაც შეკითხვა. ესე იგი, მათი გასახლება რეგიონიდან ჩაიფიქრა სტალინმა, ბრძანება გასცა ბერიამ და განახორციელა გვიშიანმა. საქართველოს. ძიმე ამბავია. ისე რომ შამილის დამარცხების ამბავში ჩვენ გქონდა мотиваცია. ხო და მე როცა და ამ დროს ინგუშებს ახსოვთ ეს რომ როცა ისინი დაბრუნდნენ გადასახლებიდან ეს ხო საქართველოს ტერიტორია იყო მაშინ გადაეცა საქართველოს ინგუშეთის ასასხეობა მთლიანად იმიტომ რომ ეს არის ინგუშების დრიტა ადგილი ხო და რომ დაბრუნდნენ ქართველებმა ულაპარაკოთ დატოვეს ტერიტორია და გამოვიდნენ და ზოგიერთი ინგუშის მონათხრობს რომ მოусმინო ესე იგი ცხელი ქვაბიც კი მასზე იდგა თუხტუხებდაო ქვაბიო და ეს დღემდე ახსოვდა ის არა ის რო ვეკითხებით ის რატო არ გახსოვთ მეთქი მის პროვოკაციისთვის ვეკითხები ხო და არ ისე მაგას ის საბჭოთა კავშირი იყო და ის ქართველი გლეხი იყო და ქართველი წემსი იყო ბატონო უკაცრავად რეკლამის გამო მცირე ხით უნდა შევწყვეტოთ გადაცემა ჩვენ მალე დავბრუნდებით და გველოდებით ბრუნდებით ეთერში განვაგრძობთ საუბარს ჩვენ სტუმართან მამუკა არიშიძესთან ერთად თქვენ შეგიძლიათ დაგვისვათ შეკითხვები ჩატში Georgian Times-ის YouTube-ის არხზე და ჩვენ გიპასუხებთ გადაცემის სრულობისას ამ შეკითხვებზე და არის შანსი რომ თაობას გადაეცეს ეს ლეგენდა თუ ამ ხალხის წასვლის შემდეგ ჯერჯერობით არის თან ამ ლეგენდის პოპულარიზატორები არიან ძალიან ცნობილი პიროვნებები ინგუშეთში და აქედან გამომდინარე ჯერჯერობით ეს დარჩენილია და ხო ნუ მე თუ გაჩერებული ვიგნებით ეს აი ჩვენ ვუწყობთ ხელს თუ პირიქით ხელს ვუშლით ამ ლეგენდის ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ ჩვენ ვაკეთებთ ადრე ეხლა არაფერს არ ვაკეთებთ პრაქტიკულად ნუ რა გითხრათ ახლა ნუ ჩვენ რეაგირებთ მაშინ როცა პრობლემაა და პრობლემა არის ზოგ შემთხვევაში იმიტომ რომ ძალიან გააქტიურდა წინა წლებში ეხლა წელს მაგას ვერ ვიტყვი და ვერც 2025 წლის მეორე ნახევარში მაგრამ მანამდე კადიროვის გავლენის ხალხი აქ ძალიან გააქტიურდა და განსაკუთრებით ბანკის სხეობაში განსაკუთრებით თუშების დასახლებებში ну თავისი საქმის გაკეთება მოგვარება თავისი გადაბირება უნდა თუშების ხო
თუშების ნაწილის რასაკვირველია. დაბაწყური კარგად იყოს და ტბათანაზე რაღაცების მშენებლობა დაიწყეს კულტურის ცენტრი უნდათ. მოკლედ ეს ყველაფერი შეჩერებული იქნა. ესე იგი რაღაც ნაბიჯები გადაიდგა, მე მინდა უბრალოდ საზოგადოებას ყველაფერს ვერ ვამბობ, მაგრამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ რაღაც ესე იგი აქტივობები ქონდა. ხო, მე შეცვალა მიდგომები და დაიწყო გზების ზებნა იმისთვის, რომ საქართველოს, ასე ვთქვათ, საქართველოში მოეძებნა ადამიანები, რომლებიც მას შეუქმნიდნენ გარკვეულ ზურგის კლიმატს, მაგრამ მე ყველაფერი გაჩერდა, იმიტომ რომ მის ფიზიკურმა მდგომარეობამ შეაჩერა ეს პროცესი. აი გვეკითხება ამაყურებელი, რუსეთს როგორი კავკასია სჭირდებაო? და რა კონკრეტებს ალბათ ორივე ჩრდილოეთი და სამხრეთი თუ ჩრდილოეთი. რუსეთს სჭირდება დამჯერი და ენის ჩამოყალიბებული კავკასია. როგორც ყველას თავის უკანაეზოში და ტერიტორიაზე. თავის უკანაეზოში. ეხლა ეცი როგორ არის ეს კავკასია ხან არის უკანაეზო და ხან არის ფრონტის ხაზი. იმიტომ რომ აქედან გამომდინარე თაშორის მე უკანაეზოებს აქვს ბუფერის დანიშნულებაც. კი, ეხლა მაგალითად ამ წუთში ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზეთი როგორც ბრძოლის ველი მაგალითის რუსეთსა და თურქეთის გავლენების ბრძოლის ველი. ანუ ხა საერთოდ თელი კავკასია თურქეთის და რუსეთის ბრძოლის ველია, ასე რომ უკანაეზოდ არ შეითვლება ეს. ხო და თურქეთი აქტიურობს. საერთოდ ადრე ესე იყო რომ გააფთრებული ებრძოდნენ ერთმანეთს კავკასიაში გავლენებისთვის არაბული სამყარო, თურქეთი, ირანი და აზერბაიჯანის ნაწილობრივ. ეხლა ეს ბრძოლა როგორც მე ვხედავ უკვე თურქეთის დიდი უპირატესობით დამთავრდა და კიდევ სამხრეთ კავკასიაში. არა მარტო ჩრდილოეთში. ჩრდილოეთში. და თურქეთმა აბსოლუტურად სწორი სტრატეგია შეიმუშავა ამ ბრძოლისათვის. ეს არის ერთდროულად ფულიც, იდეოლოგიაც, ესე იგი ტრადიციაც და ასე შემდეგ. და მოკლედ აი ამ ბრძოლის განსაკუთრებით აი ეს რელიგიური თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ეს თურქული რელიგიური გზავნილები, თურქული რელიგიური ორგანიზაციები, თურქული რელიგიური იდეოლოგიის ნაწილი, რომელიც სუფიზმზეა და დაფუძნებულია სუფიზმის სხვა ფორმაზე, ისეთი არა როგორც კავკასიაშია. და რა გითხრათ, მოკლედ ეს რთული თემაა და ხა ეს ბრძოლა გარკვეული ეტაპზე რუსეთის დამარცხდა თურქეთთან ბრძოლაში, განსაკუთრებით ყარაბაღის საკითხი. მაგრამ ეს რუსეთის ბრალია და ხა ნუ აი პატრუშევი პრაქტიკულად დღემდე მაგის გამო აგინებენ და მაგის გამოც ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც გაწიეს გვერდზე, ეგ იყო ზუსტად ყარაბაღი. ეხლა რა გითხრათ, მოკლედ დიდი ტურანი იქნება ჩვენ გვერდით. ამის მთავარი ესე იგი წარმმართველი ძალა არის თურქეთი. და მაშინ დეხი შეკითხოს დავსვან რომ მე აღარ შეგაწყვეტეთ ეს თემა მინდოდა რომ წამოგვეწია და ამ თემაზე გვესაუბრა. აბატონმა კაი ალიევის სიტყვები დაოსის ფორუმზე წარმოთქმულად კონტექსტზე ნამოგლეჯილად გავრცელდა ჩვენთან და სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, იმიტომ რომ ახლა მოძრაობს საქართველოსზეო და შემდეგ იმოძრაობს სომხეთის გამიტოდა. სრული ციტატა კი არის ასეთი, რომ სომხეთმა მიმართა თხოვნით აზერბაიჯანს რომ ტვირთები რუსეთისკენ გაეტარებინა. და ჩემთვის გაუგებარია ვთქვათ ოპოზიციის სპეკულირება ამ თემით, იმიტომ რომ ისამს რომ რუსეთი ცუდია და არ უნდა გქონდეს ურთიერთობა და სომხეთი ამ დროს ითხოვს კინიგზით ტვირთების გატარებას აზერბაიჯანის გავლით რუსეთისკენ. ეს როგორ შეიძლება იყოს ჩვენი კონკურენტი ამ შემთხვევაში? იმას გარდაც სომხეთმა რატო არ უნდა მოახდინოს როგორც სახელმწიფომ დივერსიფიცირება თავისი, ასე ვთქვათ, საჭიროებების. რატომ უნდა იყოს დამოკიდებული მარტო საქართველოზე? ხო არ შეიძლება მარტო შენი იმიდან კუთხიდან შეხედო, არა, შენი მეზობლების мотиваციაზე საჭიროებებს. მასაც უნდა დივერსიფიცირება, რასაც უნდა და არსებობს კონკურენცია და კონკურენციის საშუალება გვაქვს ჩვენ. ეს ისე ხო არა რომ გარანტირებულად მანანის ბურღულივით რომ დაგეცემა ეს ერთხელ იყო ბიბლიაში, ხო, მოსეს შემთხვევაში, რომ მოხდა ასეთი რამ და ჩვენ რახან ერთი გზა გადის, დანარჩენი გზები, ანუ სომხეთი არ არსებობდეს, აზერბაიჯანი არ არსებობდეს, რუსეთი დაიტბოროს და იქ ოკეანა იყოს და ვიყოთ მარტო ჩვენ დერეფანი და მთელი მსოფლიო მუშაობდეს ჩვენზე. ცოტა ინფანტილური მიდგომა. არა, თუ დათბორილია ყველაფერი გარშემო და არ იქნება კი, არა, მარტო ჩინეთი და ევროპა იყოს ალბათ, რომ აქედან ხო და ჩვენზე და ევროპას მთლიანად არა. ბრიუსელი არ უნდა იყოს. არა, რა თქმა უნდა. და ესე ხო არ შეიძლება რა არსებობს ყოველას აქ თავის ინტერესები და ჩვენ უნდა ეხა მერიდება კიდეც რომ ელემენტარულ რაღაცებზე ვლაპარაკობ, რაც მე მგონი ძალიან გასაგებია სკოლის მოსწავლისთვისაც კი ყოველ შემთხვევაში მაღალ კლასებში. და
ეს ამხელა ტირა და იმიტომ წავიკითხე რომ ალიევმა ეს რო გააკეთა ეს განცხადება გასაგებია თქვა რატო გააკეთა გარდა ამისა უნდა სომხეთთან მშვიდობიანი რაღაცა მტრედის გამოჩენა და დე ფაქტო მშვიდობაო მანახსენა კიდე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ეხლა ჩვენ რეალურ პრობლემაზე ვისაუბროთ დიდი თურანი და ზანგეზურის დერეფანი და მე გავჩუმდები კი გაჩუმდები მაგრამ მეგონი გადაცემის არა 15 წუთი დაგვრჩა 10 წუთი დაგვრჩა ხო ეხლა რაც შეეხება ალიევის ამ გამოსვლას მე ამაში სხვა რამე დავინახე ეხლა ციტატა მართლა ნუ კარგი თქვა არ უნდა ეთქვა მე თვითონ არა რა თქმა უნდა ზედმეტი იყო რაღაც ისე მაგრამ დღეს ალიევი არის ისეთ თეთრ ცხენზე რომ ჩამოსმა მისი იქიდან ძალიან რთული თეთრ ცხენიდან იოლად ვარდებიან ხოლმე ხო ანუ კი ვარდებიან მაგრამ ჯერჯერობით ეს პროგნოზირებადი არ არის ალიევი არის სახელმწიფოს მისი წარმოდგენით არის სახელმწიფოს ხელმძღვანელი რომელსაც შეუძლია გეოპოლიტიკური ვითარება შეცვალოს რეგიონში ასე იგი ვიდრე ჩინეთამდე თურქეთიდან დაწყებული ვიდრე ჩინეთამდე იმიტომ რომ ის არის ამ დიდი ტურანის ერთ-ერთი უნიშნულოვანესი შემკროლი რგოლი დამაკავშირებელი დერეფანი არ არის შემკროლი რგოლი დერეფანი ჩვენა ვართ ეს რგოლია დიდი თურანის დერეფანია ეს ამბობს ის ხო და მოკლედ ის არის შემკროლი რგოლი აი ამ ცენტრალური აზიისა და თურქეთის ეხლა ის დერეფანი და კორიდორი არავის არ ახსოვს ამ წუთში მაგრამ მე გეოპოლიტიკურ თამაშებზე მაქვს საუბარი მაღალ დონეზე ვარ და ჩვენ ხა ხო იმან რა თქვა ამან რა თქვა მოკლედ ასია თუ ისე ის არის დღეს რეგიონის ბატონ პატრონი ასეთ პოზიციონირებას აკეთებს ჩვენთვის კი არ არის მაგრამ ის პოზიციონირებას აკეთებს რაც შეეხება დიდი ტურანის იდეას დიდი ტურანის იდეა მე მაინც მინდა შევახსენო ჩვენს მსმენელს 2000 ნუ ეს სულ არსებობდა 2000-იანი წლების დასაწყისში ეს არის ესე ვთქვათ ინგლისელებთან ერთად დამუშავებული ეს პროექტი რომელიც გულისხმობს ცენტრალური აზიის ქვეყნების კონტროლს თურქეთის მეშვეობით ევროპისთვის და დასავლეთისთვის სასიკეთოდ. რასაკვირველია ამას ეს მეორე ნახევარს არავინ არ ამბობს, მაგრამ პირველ ნახევარია თურქეთის გარშემო თურქულენოვანი ქვეყნების შეკრება. სულ ყველა ცენტრალური აზიული ქვეყნისა ტაჯიკეთის გარდა. იმიტომ რომ ის ირანულია. ხო და ნუ მოკლედ ნუ რიჩარდ მური იყო ამის იდეის სულის შემდგმელი, ვინც აღმოაჩინა და პოლიტიკაში მაღალ პოლიტიკაში მოიყვანა ერდოღანი, ეს არის ინგლისის ელჩი იყო მაშინ იმ პერიოდში თურქეთში. აი ეს არის ის რიჩარდ მური, რომელიც დღეს უკვე ბლეს მეტრეველმა შეცვალა ინგლისის მიექვსის ხელმძღვანელის, არც ინგლისის სპეცსამსახურების ხელმძღვანელის პოსტზე. ძალიან კარგია რომ საინტერესოა ეს ეპიზოდი საერთოდ. ხო და მოკლედ ასია თუ ისე ეს არის პრინციპში ეს არის ორგანიზაცია რომელიც იგეგმება დასავლეთის მხრიდან და განსაკუთრებით ბრიტანელების და ამერიკელების მხრიდან რეგიონის სამართავად გულისხმობა ცენტრალური აზია და რეგიონში რუსეთისა და ჩინეთის გავლენების შესამცირებლად ანუ ეკნებიან თურქეთს ეხლა ეს რამდენად გამოვა მეორე საკითხია მაგრამ აი ამ სიტუაციაში ჩვენთვის არის უზარმაზარი გამოწვევები და რისკები არსებობს ჩვენ ამ დიდი ტურანის პროექტში ვართ სათადარიგო სამარქაფო ქვეყანა ჩვენც და სომხეთს მიუხედავად იმისა რომ პაშინიანი ინდომებს რომ რაღაცა ძალიან აქტიური იყოს ხო და მოკლედ ძალიან გაჭირდება ჩვენი ასე ვთქვათ პოზიციების შენარჩუნება თუ ჩვენ არ პოზიციების შენარჩუნებაში პოზიციების შენარჩუნებაში გულისხმობ ჩვენ გარკვეული პოზიციები გვაქვს რეგიონში ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით და პრეტენზიებიც გვაქვს რეგიონში გარკვეული ჰაბობის თვალსაზრისით. აი ამის გაკეთება, ერთი ჰაბობაზე მიუხედავად სიტყვის იქით ვერც გავიკაჩეთ. ვერ გავიკაჩეთ, იმიტომ რომ არ გავიკაჩეთ. ყველაფერს თურქებს რომ იყიდით, არ გავიკაჩები ახლა. ხო, რასაკვირველია. არა, ნუ ახლა მაგალითად დავიღოთ ძალიან მარტივი რამე, ეს არის კავკასიაზე არ ვლაპარაკობდით. საქართველოს აქვს მარტო შანსი დანარჩენ კავკასიურ ქვეყნებს შორის რომ შექმნას კულტურული ჰაბი თუნდაც. და კულტურის მხრივ ჩვენ ვერ გვეწევიან. ხო და კულტურის თვალსაზრისით ჩვენ კულტურული ესე ვთქვათ მშენებლობის თვალსაზრისით ჩვენ ძალიან დიდი წარმატების მიღწევა შეგვიძლია და ასევე შეგვიძლია ვიყოთ ფინანსური ჰაბი სხვა შორის. გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს ასეა. სხვა შორის როდესაც შეიქმნა ახალი კანონი აი გონიოსა და თბილისთან ესეთი თავისუფალი ფინანსური ზონებთან დაკავშირებით მე დარწმუნებული ვიყავ რომ ამ პოლიტიკის გატარებას აპირებდა საქართველოს ხელისუფლება და მივესალმე ამ
ამ იმას რა გადაწყვეტილებას. მოკლედ ასეა თუ ისე ახლა ყველაფრის თქმას ვერც მოვასწრებ და არც გის არის სერიოზული კონკურენცია მიმდინარეობს რეგიონში, სერიოზული ბრძოლები მიმდინარეობს. აი ჩვენ ამ ბრძოლებში ჩვენი მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ვიპოვოთ, მაგრამ ამისთვის საჭიროა ძალიან სერიოზული მოკავშირე. ძალიან სერიოზული მოკავშირე. ვინ შეიძლება იყოს? ნუ რა გითხრათ ახლა ყოველ შემთხვევაში რადგან ამერიკის შეერთებული შტატების გარდა და თუ ამერიკის შეერთებული შტატები არ იქნა, თქვათ, ახლა ევროპელებს თავისი პოდრობა ეყოფათ და ხო, ევროპელები ძალიან ცუდ დღეში, ჩვენზე ცუდ დღეში არიან მე მგონი. ხო, ბრიტანელები დღეს ის კომფორტულად ზომება ბაქოსა და ერევანში თავს რო გეგონება რომ იორკშირში იმყოფებოდნენ. მე არ მინდა ხრჩხილები გავხსნა და თქვა დანარჩენი. ეს რო ხო და რაც შეეხება მოკავშირეებს, აი ხო გეუბნებით რაღაცა ისეთი პროექტები უნდა შეიქმნას რეგიონალური ტექნოლოგიური ხაბობაზე ქონდეს პრეზიდენცია ფინანსაპინა. მოკლედ მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი სერიოზული მოკავშირე შეიძლება იყოს თავისი ინტერესიდან გამომდინარე ისრაელი. და რაღაც არის რაღაცა კავშირები ჯერჯერობით კულუარული და არა აფიშირებული. მაგრამ ისრაელი ასევე არის აზერბაიჯანის მოკავშირეც. ისრაელი არის აზერბაიჯანის სამხედრო. არა, ისრაელი არის ყველანაირი მოკავშირე აზერბაიჯანის, ეს არის გამაღიზიანებელი უაღრესად ანკარისთვის, იმიტომ რომ ანკარა და ამ წინააღმდეგობაზე შეგვიძლია ჩვენ თამაში ესე. რა ბევრ ამაზე შეგვიძლია თამაში. ხო და ნუ საერთოდ დიდი პოლიტიკა რადიო ეთერებში, ტელეეთერებში არ კეთდება, მაგრამ ნუ მე შემიძლია მინიშნებით, აი გითხრათ რომ არის რა შანსები და არ ჩამოდის უსაფრთხოების მინისტრი ამ ხელა ქვეყნის ომის პირობებში, უცებ პატარა საქართველოში, იმისთვის საქართველოს ისრაელის. იმიტომ რომ ისრაელის საქართველოს ხელისუფლება დაითანხმოს იმაზე, რომ არიქა მხარი დაგვიჭირია ღაზა სექტორში. და ეს კაცი აქ იყო ჩამოსული აგვისტოს ბოლოს. მოგესწრებათ და მას მერე იყო კიდე არაერთი დელეგაცია ჩამოსული სხვადასხვა რანგის, მაგრამ ნუ ამ ხელა არა, მაგრამ ამის გაგრძელება იყო ასე ვთქვათ. აი რუსეთი თუ დასუსტდა თურანს რეალური შანსი გაუჩნდებაო, ამბობს ერთ-ერთი მაყურებელი თანხმობით მის მოსაზრებას. რა მდგომარეობაში ახლა არის რუსეთი უკვე თურანს ძალიან სერიოზული შანსი აქვს, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული რესურსი აქვს, ძალიან სერიოზული დოკუმენტალური ბაზარი მომზადებული, მხარდამჭერები ყავს და ძალიან სერიოზული შანსები აქვს იმისთვის, რომ შეიქმნას ესეთი ძალიან სერიოზული კავშირი ხვალინდელი დღის იმედით. და გვავიწყდება, რომ თვითონ ალიევმა გამოაცხადა ბოროს შეკრებაზე ამ ორგანიზაციის, რომ 2026 წელს უნდა მოხდეს სამხედრო ცდნები აი ამ თურანში, დიდი თურანის პროექტში შემავალი ქვეყნების. ისე პრაქტიკულად გადაიყვანა ეკონომიკური და ჰუმანიტარული და უცებ გადაიყვანა სამხედრო პოლიტიკური ორგანიზაციის რანგში. სხვათა შორის მე მყავს ბევრი აზერბაიჯანელი ექსპერტი და ჟურნალისტი ეგრეთ წოდებულ ფრენდებში, მეგობრებში, სოციალურ ქსელებში და მათ შორის სხვადასხვა პორტალების ხელმძღვანელები, ავტორები და ანუ მასთან ალიევთან დაახლოებულები და ჯერ კიდევ აი წელიწად ნახევრის წინ, აი როცა გაჩნდა პირველი ნიშნები იმისა, რომ ცენტრალური აზიის 4 სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობა, საკანონმდებლო ჰარმონიზაცია რომ მიდიოდა, წოდ მაშინ დაწერა მისმა პორტალმა, რომ ეს სამხედრო კავშირად უნდა გარდაიქმნას და უნდა იყოს ნატოს კონკურენტიო. ხო ესეთი რამ. ესე იგი ამ ნატოს კონკურენტები ორგანიზაციების ქმნიან სულ ევროკავშირის კონკურენტო. ეხლა აგერ ტრამპმა შექმნა გაეროს კონკურენტი ორგანიზაცია და ესე ვართ რა. ჩვენც შევქნათ უნდა რაღაცა. სხვათა შორის აი თქვენ კულტურა ახსენეთ, რომ კულტურული ჰაბი შეგვიძლია გავხდეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სანამ ადამიანი ჯერ კიდევ სულიერ არსებად აღიქმება და აი რუსეთს ყავს მოკავშირე, რა ცნობილი გამონათქვამია ფლოტი და არმიაო. ჩვენ ერთი მოკავშირე ყავს კულტურა. და ეს რატომღაც ძალიან სწრაფად ვრცელდება ჩილო კავკასიაშიც. აი რამე ეს კამპანია წამოვიწყოთ, აი მაგალითად აი Georgian Times, ხო? აი შევთავაზოთ ეხლა არის ეგეთი ღონისძიება, ესე იგი ეხლა ვიღაცას გაეცინება, მაგრამ კარგად დაფიქრდით. ესე იგი ყოველ ოქტომბერს იმართება ნარჩიკში ფოლკლორული ფესტივალი, ქვია ცეკვა იალბუზე. ტანიც ნადელი ბრუსემ. ხო და აი ამ ღონისძიების ერთ-ერთი მთელი კავკასიის ფოლკლორისტები ემზადებიან აი ამ ღონისძიებისთვის და ხა ფოლკლორი და ცეკვა იქ როგორი პოპულარულია თქვენ იცით და თუნხა სიმღერა. ხო და ამ ღონისძიების ერთ-ერთი ხელმძღვანელი მეუბნებოდა
ღამე ვიძინებ და დღე ვიღვიძებ, დილას ვიღვიძებ იმ შიშით, რომ ქართველებმა ეს ფესტივალი არ წაგვართვა. თუ ქართველებმა მოინდომეს ცენტრალური კავკასიური ასეთი ფესტივალის ჩატარება, კავკასიური ფოლკლორის ფესტივალის ჩატარება, ჩვენ წინ ვერ დაუდგებითო და წარმოიდგინეთ ახლა რამხელა ღონისძიება. ეს არის თქვა ყოველწლიური ფესტივალი, რომელშიც მთელი კავკასია, უკვე სამხრეთ კავკასიაც იღებს მონაწილეობას და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება აი სულიერ უთქვამს კაც სამართვითო. აიღეთ ინიციატივა თქვენ თავზე და შეუდგეთ. Georgian Times-მა? რადგანაც არა, რატო ერთმა ჟურნალისტურმა ორგანომ შეიძლება ის გააკეთოს. კი, შეიძლება ნამდვილად. ხოჯერ ძალიან საინტერესოა და საინტერესო კი არა ძალიან აქტუალურია, იმიტომ ჩვენ მართლა მეტი მოკავშირე არ ყავს და რასაც მე ვუყურებ სხვადასხვა პლატფორმაზე, აი ამ სოციალური ქსელის და არა მარტო სოციალური ქსელის პლატფორმებზე მომენტალურად იმაშება პიარდება თავისით, იგივე ეს ქართული ცეკვა, ქართული სიმღერა და ეს გაანაწყობს დადებითად, ეს უკვე კარგია, იმიტომ რომ ის თავისთავად ასრულებს შენი კეთილინების ელჩის მოვალეობას და შენ და დათო კენჭიაშვილია მთელ კავკასიაში ყველაზე პოპულარული მომღერალი. კი, ან თუნდაც ეს კენჭიაშვილის ფაქტორი, სუხიშვილების ფაქტორი, ახალი ცეკვების მოსწონდა. იმედია, ხო, აი რაღაცა რევს ბოდავთ, რატო ბოდავთ არ ვიცით. ხო. ნუ ბოდავთ ეთყობა, მაგრამ და რაღაცა მიწებს ყიდითო და ჩვენ ნამდვილად არა მიწებს არ ყიდით, საერთოდ არ გამოჩნია. მიწის დაკვეთი მინდა გითხრათ და თუ აღმომიჩენთ ძალიან კვაყოფილი ვიქნები. და ძალიან დიდი მადლობა ბატონო მამუკა ამ ინიციატივას ხოშე ძალიან საინტერესოა დაფიქრება და შეიძლება პროექტის დაწერა. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელსა და მსმენელს. მე გემშვიდობები და იმედი მაქვს რომ შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს ნახვამდის.